ბევრი თემა დაგროვდა, მაგრამ მათ შორის, რა თქმა უნდა, მთავარია საერთაშორისო მასშტაბის სკანდალი, რეზონანსი, რომელიც მას მოყვა, როგორც ქართულ საზოგადოებაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ და უკავშირდება დღემდე საქართველოსთვის მის დამოუკიდებლობის ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენას, რასაც ჰქვია HV, საკმაოდ დასაბუთებული, რომ ადგილობრივმა ან ხელისუფლებამ, რეჟიმმა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენა ქიმიური იარაღი. თქვენ რა შთაბეჭდილება დაგიტოვოთ არა მარტო BBC-ის საგამოძიებო დოკუმენტურმა ფილმმა, როგორც შეაფასებდით ამას, როგორც პოლიტიკოსი და ამავე დროს როგორც სამართლის ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნე? მშვიდობიანი ღამე და მომავალი მინდა უსურვო ჩემს ქვეყანას ყოველგვარი ქიმიური კომპონენტების გარეშე და არ ჩამითვალოთ თავის ქებაში. ალბათ ახსოვს საზოგადოებას რამდენიმე ხნის უკან მე ვთქვი, რომ შეიძლება დადგეს დრო, თუ ასე გაგრძელდა და ივანიშვილს მოენატროს სანქციები, რადგან მისი გზა წავიდეს ჰააგის ტრიბუნალზე. ჰააგის ტრიბუნალი გახლავთ ის ორგანო, რომელიც იხილავს სწორედ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებს, სადაც ერთ-ერთ პირველ კატეგორიად გადის ქიმიური იარაღის გამოყენება. მარტო ბოლო წლების პრეცედენტებს თუ შევხედავთ, შემზარავია თვითონ ფაქტი ამ ნივთიერებების რეალიზაციისა ხალხის წინააღმდეგ და დამნაშავეთა ბედიც. მოგეხსენებათ ის ალმაჯიდი ქიმიური ალი ერაყში, სადამ ჰუსეინთან ერთად იქნა სიკვდილი დასჯილი, რადგან გამოიყენა ეს საშუალებები ქურთი პროტესტანტების წინააღმდეგ. მანამდე იყო აუმ სენრიკიო ტოკიოში მეტროში რო გაუშვეს ზარინი და დახოცეს ხალხი, მისი ხელმძღვანელი ამ სექტის და ხელმძღვანელობა ასევე სიკვდილით იქნა დასჯილი და აღარ არის საუბარი ასადზე, სირიის პრეზიდენტზე, რომელზეც სერიოზული ეჭვები იყო ასევე, რომ გამოიყენა ქიმიური იარაღი, მისი რეჟიმი მოხვდა სრულ სანქცირებაში და ბოლოს დაემხო და ეხლა მოსკოვიდან გამოიყურება. აი ეს ვითარება თუ შეიქმნებოდა საქართველოში, მე ნაკლებად წარმოვიდგენდი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რა მანიაკთან გვაქვს საქმე ბიძინა ივანიშვილის პერსონის სახით, თურმე უნდა წარმოგვედგინა და ეს დაგვეშვა. ეხლა არ მინდა მე ძალიან მოგონებებში გადავარდე, მაგრამ 2008 წლის 30 იანვარს სასწრაფო ოპერაცია გამიკეთეს მე ვენაში, საუნივერსიტეტო კლინიკაში პროფესორმა ერსტ ვოლნერმა, ნუ ფაქტურად წასული ვიყავი უკვე და მომატრიალეს აქეთ სააქაოში. და მითხრა მან რომ ეს რა სიმპტომიც აღმოჩნდა საოპერაციო, ემართებოდათ ამერიკელ მფრინავებს 18000 მეტრის სიმაღლეზე ვიეტნამში ომის დროს ან ქიმიური ნივთიერების შედეგად. მფრინავი ხო არ იყავი, არა მე ვუთხარი, არ მიმფრენია სამხედრო მიზნებით ავიაგამანადგურებელზე ამ სიმაღლეზე მithumetes ვიეტნამის ომში. შემდგომ გამახსენდა აი ეს ისტორია, რაც ნუ ნაწილობრივ მოყოლილი მაქვს, მაგრამ ახლა შეიძლება სრულად გავხსნათ ფრჩხილები. 2007-6 თვით ადრე ბადრი პატრაკაციშვილმა მიმიწვია თავის ფანჩატურში, გეზოში რო ქონდა სტუმრებს იღებდა, ზოგადი საუბრის შემდეგ ნუ შევატყურო პოლიტიკაში აპირებდა შემოსვლას, მე გამაცილა ავტომანქანამდე და გზაში მკითხე, შენ დაცვა თუ ყავსო შალუღდა. ვუთხრე ხლა რა დაცვა, იმ დაცვის ხარჯების თავი რომ სადა ჩვენ პარტიას აქტივისტები ნუ დაყვებენ ღონისძიებებზე თუ საჭიროა მეთქი. ამას იმიტომ გეუბნებიო, უკვე დაწყებული იყო კონფლიქტი იმ რეჟიმთან და შესაბამისად ივანიშვილთან. ივანიშვილი იმ რეჟიმის მხარეს იყო მაშინ. კონფლიქტი იყო დაწყებული და ამას იმიტომ გეუბნებიო, რომ ივანიშვილს შეკვეთა აქვს მიცემულიო ჩემზე და შენზეო, რომ მოგწამლონო სპეცსამსახურებისთვისო. არ დაუკონკრეტებია რომლისთვის. მეც ვაფინანსებ სპეცსამსახურებშიო ვიღაცეებსო და ინფორმაცია მომივიდაო. ეხლა ის მოსკოვში საფინანსებდა, ის და ბერეზოვსკი, ხო, თავის ხალხი ყავდა. ამიტომ ვიყავიო ფრთხილადო. ეხლა მე ეს ჩავთვალე, რომ პოლიტიკაში აპირებს მოსვლას და უნდა ეხლა ხვაური სატეხვა რო არ იქამ კლავენ, როგორც იციან ხოლმე მაოპატიურებენ, იქ ჩამისაბდნენ ასე შემდეგ. არ მივიღე რა სერიოზულად ეგ ამბავი. და როდესაც ოპერაცია გამიკეთეს ვენაში 6 თვის შემდეგ და დამირეკა ლონდონიდან, მითხრა რომ აი ხომ გითხარი და გაგაფრთხილეო. მე ვთქვი კი გამაფრთხილე, მაგრამ ახლა დღეში 1000 კაც ვართმევ ხელს და ის დიკუმარვინი ისეთ ნივთიერება ბერიას ინიციატივით შექმნეს NKVD-ს ლაბორატორიაში, ბროსტიტოს მოკლა უნდათ იუგოსლავიის პრეზიდენტის. მე გადაიფიქრეს, მაგრამ ეს ნივთიერება დარჩა სპეცსამსახურების განკარგულებაში და ამას იყენებენ პოლიტიკური მიზნებისათვის. მე ვთქვი ახლა იქ სპირტიანი კაც ხوار მედგებოდა და გავიწმინდავდა იმ წუთში იმ ხელს, ნუ რა შეიძლება ანტიდოტი უნდა ქონდეს გაკეთებული. ხო,
ხო და დეტალებსო გეტყვიანი ჩემი წარმომადგენლები კვირას ჩამოვლენო მანდო ვენაშიო. კვირა დილა გათენდა და დამირეკეს რომ პატარკაცშვილი მოკვდა იმავე დიაგნოზით. ხო, ეს რა თქმა უნდა მე იურისტი ვარ და უდანაშაულობის პრეზუმპცია არ მინდა დავარგო არც ეხლა, მაგრამ აი რომ ვაანალიზებ სიტუაციებს, ეს მაშინაც გამკეთებელი იყო ამის და ეხლაც ამის განკარგულებით არის ზალადობა, არის ტერორი, რეპრესიები, თავყბის დამტოვება ბავშვებისათვის, ამ ნივთიერებების შესხმა და ისეთი პათოლოგია დარწმუნებული ვარ, სიამოვნებით უყურებს აი ამ კადრებს და სტკბება და აძლევს იქ მოხსენებებს მოსკოვში, რომ აი ასე კარგად უმკლავდები თავისუფლებისათვის მებრძოლ ხალხს. შესაბამისად, მე შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ გზა ივანიშვილის და მისი ხროვის ლიდერების და შემსრულებლების მიემართება ჰააგის ტრიბუნალისაკენ და ეს რამდენად აქვთ გაცნობიერებული მათი პრობლემა უკვე და არა ქვეყნის და მსოფლიო საზოგადოების. არავინ არაპატიებს არც შიგნიდან არც გარეთ, ჯერ რაც გააკეთა პოლიტიკურად, როგორ ამოაგდო ქვეყანა განვითარების გზიდან, როგორ დაუკარგა გეოპოლიტიკური ფუნქცია, როგორ დაამხო და დაამცრო სახელმწიფო, როგორ დაგვიყვანა უმცირესობამდე უმრავლესობა ერი, როგორ გვიწყობს არაბიზაციას, როგორ გადაგვიტრიალა ყველაფერი თავზე დაგვამხო და როგორ იშოვა მილიარდები ჩვენი უბედურებით, რა კლანი წამოგვიზარდა, რომლის წარმომადგენლებს მინიმუმ ერთი კორპუსის მშენებლობა აქვს თბილისში დაწყებული, რომ ჩამოასახლო მთელი აზია და აფრიკა აქ გაქცეული ქართველების სანაცვლოდ, აი ამ ყველაფრის გარდა დამაგურგონებელ სტადიაში შევიდა რეჟიმი, რომელიც ვიმეორებ ითვალისწინებს საერთაშორისო კონვენციურ პასუხისმგებლობას, რომელზედაც არ ვრცელდება არანაირი ხანდაზმულობა. შეიძლება თუ არა რამენაირად თავი აარიდონ ამ შედეგს და პროცესს სუსის მიერ ჩატარებული გამოძიებისა და ოფიციალურად გამოცხადებული ვერსიის პირობებზე. თქვენ ამავე დროს გამოძიებელიც იყავით და ხელმძღვანელობდით პროკურატურაშიც ძალიან მნიშვნელოვან გამოძიებებს და აი როგორც ამ ხრივ პროფესიული გამოცდილების ამ ნაწილიდან გამომდინარე არის თუ არა შესაძლებელი აი ამ გარკვეული ბრალისა და BBC-ს დოკუმენტური მასალების კვალობაზე გამოძიების პირობებში ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად დადგინდეს ჭეშმარიტება. დავიწყოთ იქიდან, რომ BBC არც ერთ შემთხვევაში საკუთარ იმიჯს და რეპუტაციას სასწორზე არ დაძლებდა, რო არ ყოფილიყო დარწმუნებული იმაში, რა სიუჟეტიც გადაიღო და რაც გაახმაურა. მეორედ გავიდა გუშინ გავიდა მეორედ BBC-ზე კიდევ ეს. ამ ტელევიზიისათვის პრესტიჟი და საიმედოობა და ინფორმაციის სანდოობა არის უპირველესი. დანარჩენი მაბადია და აი მათ სახელმწიფო ინტერესები და გეოპოლიტიკური, მაგათ ეგეთ რამები არ იციან. შესაბამისად, მათ აქვთ ის დოკუმენტები, დარწმუნებული იყავით, რაც იმ სიუჟეტშიც არ არის ჯერ. ეს სხვა შორის ბატონმა შერგელაშვილმა გუშინ მოყვა ჩემთან პირდაპირ ეთერში, რომელიც იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს, ანუ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეიარაღების უფროსი, რომელიც ერთ-ერთი საკონცერტო მოწმეარი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის არ არის ერთადერთი. და მეტიც მან თქვა, რომ მე წინ დამიდეს დოკუმენტები, რომლის შესახებაც მეც არ ვიცოდი ამდენი დეტალიო. ანუ გადაწყვეტილებების მიღების ჯაჭვის ყველა შემადგენელი რგოლი დაწყებული უმაღლესიდან დამთავრებული მანქანის ოპერატორამდე ყველა სახელმწიფო ამასთან მასთან დააზუსტეს თქვენ შეიძლება არ გაქვთ ეს ინტერვიუ ნახი და გირჩევთ რომ აუცილებლად ნახოთ რატომ ბატონ შალვა იმიტომ რომ ის მოყვა შერგელაშვილ ჩემთან ინტერვიუში გუშინ დროებაში რომ მასთან კომუნიკაცია ჰქონდათ სხვადასხვა ეტაპზე არა მარტო BBC-ს გამოძიებელ ჟურნალისტებს არამედ ბოლო საფეხურებზე უკვე იურისტებს და მათ შორის მასთან შეთანხმდა ინდივიდუალურად რომ ჰააგაში ამ საქმის წარმოების პერსპექტივის გათვალისწინებით ის იაზრებს თუ არა სულ პასუხისმგებლობას რომ მოწმეთ შეიძლება წარდგეს იქ მტკიცებულებებთან ერთად და მასთან ერთად ეს საკითხი გაიარეს. ანუ როგორც ჩანს ეს ძალიან ბევრი ფილტრის და ძალიან ბევრი გარემოების გათვალისწინებით უკვე ჩამოყალიბებული ჟურნალისტური ვერსია იყო ამ შემთხვევაში. ბრალ სიტყვას არ ვახსენებ შეგნებულად. რაც მთავარია, იქ არის მასალები, რაც სიუჟეტიც არ ჩაუდიათ ჯერ ნიშნავს იმას, რომ ნუ სტარტზეა საქმე და ამათ არაფერი შეიძლება. რაც შეეხება მათ მიერ ჩატარებულ გამოძიებას, მათ მიერ ჩადენილ ქიმიური თავდასხმის ფაქტზე,
ეს დაახლოებით იგივეა, რომ ქურდების ჯგუფმა, რომლებმაც გაიტანეს კონკრეტული ბინა თუ მუზეუმი, შექმნა საგამოძიებო ჯგუფი და საკუთარ თავზე და საკუთარ როლებზე გააკეთონ სამართლებრივი დასკვნები, რომლის შედეგი იქნება ერთადერთი არ არის დამნაშავე, არ ყოფილა ისინი ბინაში, იყო სადღაც მალდივის კუნძულებზე დასასვენებლად და რა უნდოდა ბელინსკის ქუჩაზე თბილისში. აი ეს დაახლოებით ამიტომ მათ გამოძიებებს, მათ ფარატინა ქაღალდებს არავითარი შედეგი არ აქვს და არ ექნება, არც არავინ დაიჯერებს ხუთდღიანი გამოძიების შედეგებს და თუნდაც 5 წლიანი ყოფილიყოს, დაინტერესებულ მხარეს არავინ გამოძიებაში არ ენდობა. ამიტომ ამ საქმეს აქვს ჰააგაში უდიდესი პერსპექტივა, ძალიან რეალური პერსპექტივა, ხოლო ივანიშვილს შეიძლება ელოდებოდეს საერთაშორისო საპოლიციო ოპერაციის გზით ჰააგაში ეტაპირება, როგორც ეს მოხდა ბელგრადიდან იუგოსლაველი დიქტატორის, სერბეთის დიქტატორის მილოშევიჩის პრეცედენტზე იმ განსხვავებით, რომ მილოშევიჩს კი ომის დანაშაულებები ბრალდებოდა და შესაბამისად კაცობრიობის საწინააღმდეგო ქმედებები, მაგრამ ქიმიური იარაღის მსგავსი არაფერი. შესაბამისად ეს ძალიან მოკლედ საშინელ სამსჯავროსკენ მიემართება, რაც დამსახურებულია თუნდაც იმიტომ ბატონო გიორგი და მე მინდა რომ დღეს ამ საღამოს აღნიშნულ საკითხს ასევე ფართოდ შევეხოთ თქვენის ნებართვით, არაბიზაცია ქვეყნის, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არაბები არ გვიყვარს ან არაბები გძულს. პირიქით, ეს არის უდიდესი ცივილიზაცია, ყველაფერს დავანებოთ, თავი ალგებრა და ტრიგონომეტრია ამათი გამოგონებულია, ხო? მაგრამ ისინი თავის წესდებით დადიან მთელ მსოფლიოში, განსხვავებით სხვა ემიგრაციული ტალღებისაგან. აი ახლა ესეთი ანეკდოტი იყო კომუნისტების დროს თუ შემდგომ პერიოდში არ აქვს ამას მნიშვნელობა, ამერიკელი, ბრიტანელი და რუსი მსჯელობენ რითი უყვარს მოგზაურობა მსოფლიოში. ნუ ამერიკელმა როგორც თვითმფრინავების სამშობლოს წარმომადგენელმა მოგეხსენებათ ძმებმა რაიტებმა ის პირველი თვითმფრინავი ველოსიპედების სახელოსნოში ააწყვეს, განაცხადა რომ მე თვითმფრინავი და იმისჟანი. გავფრინდები და სადაც მინდა დავფრინდები. ნუ ბრიტანელმა როგორც საზღვაო ლომის იმპერიის წარმომადგენელმა თქვა რომ მე გემით მოგზაურობ და ამით შემოგვილი აქვს ნახევარი მსოფლიო. ნუ რუსი უსმენს და ბოლოს ეუბნება რომ მე ტანკით მოგზაურობ საერთოდ და შესაბამისად პრობლემები ბილეთის აღების არ მაქვს. აი არაბი მოგზაურობს თავისი წესდებით, თავისი რჯული და თავისი კანონებით. მარტო ის ფაქტი რომ ისლამი როგორც მსოფლიო რელიგია აღიარებული და მილიარდზე მეტი მიმდევარის მატარებელი არაბების გავრცელებულია ბევრწილად ცეცხლი და מחვილით და არაბულმა აი ამ ექსპანსიამ ჩაყლაპა ისეთი ცივილიზაციები, როგორიც იყო შუამდინარეთში, ბაბილონი, ფინიკია, პართია, მიდია, დიდი სპარსეთი, სწორედ არაბული ექსპანსიის მსხვერპლი გახდა. დავანებოთ ყველაფერს თავი ეგვიპტური ცივილიზაციის მემკვიდრეები დღეს არაბები არიან და ისინი არიან იქ ბატონ-პატრონები და მთელი ჩრდილოეთი აფრიკა, რომელიც იყო კართაგენის და ბერბერების და მაროკომდე. თქვენ ეხუმრებით მათი დასახლებების აღმშენებლობას, მათი მოსახლეობის აღმოშვებას, არავითარი ჩვენი არ დარჩება აქ. ოღონდ გეუბნება რომ ეს არის უბრალოდ დეველოპერული პროექტი და ამ შემთხვევაში რაღაც დიდ ტალღაზე გაზვიადებულია. ივანიშვილის დეველოპერული პროექტი სამშობლოს გაყიდვის დარგში არის კობახიძეები, დინარაძეები, პაპუაშვილები, ესენი ვინც ყავდა და ვინც ყავს და მათი ადგილი ქართულ მიწაზე არ არის. შესაბამისად მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ქართველმა ხალხმა სწორად გაიგო საფრთხე იმისა, რომ უკვე ეროვნულ უმცირესობად უნდა რომ გადაგვაქციოს ბიძინა ივანიშვილმა, მე მინდა თქვენ მადლობა გითხრათ, რომ ეს არაბიზაციის ამ ხედულობაში მაქვს მოსახლეობის აქედან გასulis და ახალი მოსახლეობის შემოსulis ფაქტორი. მარტო არაბეთიდან არა, პაკისტანიდან, ინდოეთიდან, ყველა ნიგერიიდან, ბანგლადეშიდან, სადაც კი უფლება აქვს რომელიმე ქვეყნის, განვითარებული ქვეყნის მოქალაქეს შევიდეს არაბულ ქვეყნებში უვიზოთ, არაბული სამყაროს მოთხოვნით ივანიშვილი წავიდა საკანონმდებლო სრულებაზე და ჩვენთანაც მისცა უვიზოთ შემოსulis უფლება ბანგლადეშს, პაკისტანელს და ავღანელს. რატომ? ხო ხვდებით? არაბებმა რომ მოიცილონ ეს ემიგრანტთა ტალღა თავიანთი ქვეყნებიდან და აქეთ გამოყარონ. ეხლა აქ რო დაიწყებენ ღმერთმა აქნას მშენებლობას იმ გონიოსი და თბილისსა და რუსთავს შორის. იმ უშებს შემოიყვანდნენ და იმათ დაასაქმებენ ბანგლადეშს და ნიგერიელს და სომალელს და სუდანელს და ერიტრიელს და
ეთიოპელს. ესაა გათვლილი. იაფი მუშახელია და იაფი მუშახელია, მორჩილი მუშახელია, პრეტენზიებს არ წამოუყენებს ახლა ქართული მუშა იქ ძალიან მძიმედ იმუშავებს, იმიტომ რომ ბოლოს პატრიოტული ჭეაში აწუხებს და იქ პრობლემები შეექმნება. გარდა ამისა ადგილობრივი მოსახლეობასთან ურთიერთობა რთულია მათთვის შემოყვანილი, თქვენ სწორი ბრძანეთ, ბევრად ჰარმონიულია და სხვა. ამიტომ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დღეს ყველაზე დიდი საფრთხე არანაკლები ქიმიური თავდასხმის, რა თქმა უნდა ეს საშინელება რაც მოხდა და ამის გძიება და კვლევა კიდევ წინ წავა და ბევრი სიახლეები გველოდება, მაგრამ არანაკლები ქიმიურ თავდასხმაზე არის ქვეყნის არაბიზაცია, რასაც აპირებს მილიარდების საშუალებლად ბიძინა ივანიშვილი და ის ფაქტი, რომ რა თქმა უნდა ეს პროექტი შეთანხმებულია მოსკოვთან, ვიმეორებ, არავითარი რუსოფობი არა ვარ. პირიქით, ძალიან ბევრ საკითხებში მიჭერდეთ და სამშობლოს ღალატის მუხლი მომიყენეს რუსეთის აგენტობის გამო ხო გასწოთ 2008-ში, ხო? არავითარი რუსოფობი არ მაინტერესებს, მაშინ მე ვამბობდი, რომ ეს არის მეზობელი, ჩვენ ვერ გავფრინდებით ვერც ისინი, ვერ ჩვენ უნდა რაღაცა საერთო ენა მოვნახოთ, ვითანამშრომლოთ. აი ამის გამო. მაგრამ მე გეუბნები თქვენ, რომ ეს არის მეგობრებო, შეთანხმებული მოსკოვთან, არაბიზაცია ქვეყნის. ეხლა იქ წერენ Facebook-ში მოსკოვს რაში უნდა აწყობდეს? ხო, აი რაში უნდა აწყობდეს, რომ მოსკოვსო ისლამიზაციო. რას ქვია, არ უნდა აწყობდეს? მოსკოვს აწყობს დაჩოქილი საქართველო. აი როგორ მოხდა მე-18 საუკუნის ბოლოს გეორგიევსკის ტრაქტატი გაუფორმეს ერეკლე მეფეს, აიღეს ვალდებულება რომ დაგვიცავდნენ სპარსელებისგან და დაცვის მაგივრად მაქსიმალურად წაახალისეს აღამ აჰმად ხანი, რომ მოეხდინა საქართველოში ის ცნობილი აგრესია და მუხტზე დაჩოქილი შევეტრიეთ ბოლოს რუსეთის იმპერიაში და აქეთ წამოვეძახებინათ, რომ აი მე თქვენ გადაგარჩინეთ. ეხლაც იგივე მოდელია. ეხლაც იგივე მოდელია. რომ არაბიზაციას გადაგარჩინეთ, თურქიზაციას გადაგარჩინეთ, აგერ ჩვენს გარეშე თქვენ ვერ იარსებებთ როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და ამასთანავე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი მეგობრებო, გავითვალისწინოთ, რომ არც ერთი არაბი, არც ერთი ამერიკელი, არც ერთი ფრანგი, არც ერთი ავსტრალიელი ამ მილიარდებს არ დააბანდებს, ან მილიარდიან გარიგებას ხელს არ მოაწერს. თუ 35 კილომეტრში მდგარი რუსეთის საოკუპაციო ჯარის ხელმძღვანელ სტრუქტურებთან არ ექნება გარანტია, რომ მის ბიზნესს არაფერი არ დაუშავდება. ეს პირდაპირ გარანტია მიცემულია მოსკოვიდან, რომ მიდით, ააშენოთ, ჩვენგან არაფერი ხელი შეშლა არ გექნებათ. შესაბამისად, ჩვენ უნდა მაპატიეთ გლობალურად დავინახოთ ის გეოპოლიტიკური ქარიშხლები, რომელიც ჩვენს თავზე ტრიალებს და არაფერი არ ხდება ქვეყნის შიგნით ისეთი მეგობრებო, რაც გეოპოლიტიკის გარეშე შეიძლება წარმოიშვას. ჩვენ როგორც ერმა, სახელმწიფომ, პოლიტიკურმა გონმა თუ დარჩა ასეთი ხელისუფლებაში არ დარჩა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გეოპოლიტიკური ქარიშხლები გამოვიყენოთ ჩვენ სასარგებლოდ, აი როგორც ქარის წისქვილები, ქარის ელექტროსადგურები ევროპაში უკვე ენერგეტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია, აი ესე ჩვენ სასარგებლოდ შემოატრიალოთ და დღეს ახლა ეს გეოპოლიტიკური ქარიშხლები ტრიალებს ივანიშვილის და მისი ბანდის სასარგებლოდ, რაც შეიძლება მეტი ფული იშოვონ, რაც შეიძლება მეტი ხალხი აქედან გაყარონ, რაც შეიძლება მეტი არაბი შემოიყვანონ, ქართულის ნასახი აღარ დატოვონ და საქართველოს წაშალონ სოფლოს პოლიტიკურ რუგი და რასაც ვერ მოესწრებიან, მაგრამ ამას უნდა ბრძოლა და ამ ბრძოლას ჩვენი ხალხი ღირსეულად ეწევა აგერ მთელი სოფლოს დასანახად. დიდ გეოპოლიტიკურ ტენდენციებზე მინდა რომ თქვენთან საუბარი მოვასწროთ, მაგრამ მოუბრუნდეთ ფოკუსი გადმოვიტანოთ ისევ იმ მიმართულებით რა ხდება ჩვენს ქუჩებში, მათ შორის ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით არა მარტო ქუჩებში, იმიტომ რომ ცენზურისა და აკრძალვების ტენდენცია ინტერნეტზეც ვრცელდება უკვე, ტელევიზიებთან მიმართებაში უზარმაზარი პრობლემები არის, ყველას დაავიწყდა რომ ფაქტობრივად ცენზურის კანონმდებლობა არის მიღებული, თუმცა იმის გამო რომ როგორც ონლაინ მედიებს, ასევე კრიტიკულ ტელევიზიებს ისედაც უზარმაზარი პრობლემები გვაქვს, მისი აქტიური ამოქმედება არ ხდება, რადგან იმედი აქვს რომ ისედაც ჩვენ ვეღარ შევძლებთ მუშაობას და მაუწყებლობას, მაგრამ აი დღევანდელი ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ქართული ოცნების ოფისში გაჟღერდა და გავიგეთ იმის თაობაზე, რომ ქუჩაში თუ ადამიანები შეიკრიბებიან და თუნდაც ტროტუარების მეშვეობით გადაწყვეტენ მსვლელობის მოწყობას, ამის თაობაზე წინასწარ უნდა შეატყობინონ თავრობას, შემდეგ შეათანხმონ უნდა გარკვეული მარშრუტი და თუ ვიღაცა ჩათვლის, რომ ამ მარშრუტმა შეიძლება შეუქმნას გარკვეული დისკომფორტი, დაწესებულებებს იქნება ეს თუ რომელიღაცა სხვა ჯგუფებს და ასე შემდეგ, მათ შეუძლიათ არ მისცენ ამისნება და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დააპატიმრონ 15-20 დღით ორგანიზატორები, მონაწილეები და ასე შემდეგ. ანუ ეს ახლა ჩვენ უყურებთ რომ თავად პროტესტი ახერხებს ადაპტირებას
ადაპტირებას, კი არ ეგუება ამას, მაგრამ ადაპტირდება. შესანიშნავად და პრეფექტურად. უკან კუთში მისდევს ხელისუფლება რეჟიმი აგრძელების რეჟიმი. აი, სანამდე შეიძლება ეს გაგრძელდეს ზოგადად და სანამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამან, თუ კი საზოგადოების დიდი ნაწილი არ ჩაერთვება ამ პროტესტში. აი, იმ ნაწილზე მინდა რომ ისაუბროთ, რომელიც ამას გვერდიდან უყურებს, იმიტომ რომ იმისთვის ახალი სათქმელი არც არაფერია, რომელიც აქტიურად გამოხატავს თავის პროტესტს. რა თქმა უნდა, პროტესტს, რომელიც დაწყებულია ასეთი აღმავალი ტემპებით, ვერაფერი და ვერანაირი შეზღუდვა ვერ გააჩერებს და ეს აჩვენა აი ამ წლების პრაქტიკამ გავრილოვის ღამიდან დაწყებული. მაგრამ კარგად მოეხსენება საზოგადოებას დიქტატურას თავისი წესები აქვს. დიქტატურა ნიშნავს იმას, რომ იკრძალება გამოხატვის თავისუფლება, არ მარტო მედიაში, არ მარტო ინტერვიუებში და განცხადებებში, არამედ ქუჩაში, მიტინგებისა და დემონსტრაციების დროს. ფაქტურად საგანგებო მდგომარეობაში ვცხოვრობთ, უბრალოდ არ უწოდებენ ამას საგანგებო მდგომარეობას. ამიტომ დიქტატურა იქცევა ისე, როგორც უნდა იქცეოდეს, ყველა ცნობილი ნიუანსის დაცვით, იმ განსხვავებით, რომ დიქტატურები, როგორც წესი, არ წარმოადგენენ მაოკუპირებელი ხელისუფლების გაგრძელებას. ესენი პლუს ოკუპანტი რეჟიმის ადგილობრივი გაგრძელებებიც არიან და მოქმედებენ იქიდან მიღებული ინსტრუქციებით და ზუსტად აკეთებენ იმას, რითაც დაიწყო პუტინმა ტოტალიტარიზმის მშენებლობა რუსეთში. აი ესეთი მიტინგების შეზღუდვა, მას-მედიის აკრძალვა, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ნუ ახლა ის იმპერია და ბოლოს ომიც დაიწყო და აგერ უკვე უკრაინის გახლეჩვაზეა საქმე. შესაბამისად, ჩვენ უნდა სწორად გავიგოთ ისტორიული მომენტი და სწორადაც ესმის ჩვენს ხალხს, რომ ბრძოლა და მხოლოდ ბრძოლა არის წარმატების საფუძველი და ეს წარმატება ძალიან მალე იქნება. ჩვენი მეგობრები ვიმეორებ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლონდონში, ევროკავშირის გამოცოცხლდა სერიოზულად უკვე სტარტზე არიან იმისათვის, რომ მახრჩობელა გამანადგურებელი სანქციები დააგვირგვინონ რეჟიმის მიმართ და ახლა ახალი უბედურება რაც მათ თავზე ატყდებათ, ეს უკვე ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, მათ საბოლოოდ დაამთავრებს, მაგრამ ამასობაში ჩვენ ვიმეორებ უნდა შევხედოთ გეოპოლიტიკურ ქარიშხლებს, აგერ რამდენიმე საათის უკან ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ დაამტკიცა ეროვნული უსაფრთხოების ახალი დოქტრინა, ალბათ თქვენს ამ შინაარსიან გადაცემაში ამაზე საუბარი იქნება და ამ დოქტრინაში უკვე რევიზირებულია იალტის და პოცდამის მიერ შექმნილი მსოფლიო მართლწესრიგი, რომელიც ეყრდნობოდა მეორე მსოფლიო ომის შედეგებს და ნათქვამია, რომ ღირებულებითი დაპირისპირება დამთავრდა, ვინაიდან კომუნიზმი ჩამოემხო და შესაბამისად ეს პრობლემა უკვე აღარ აღელვებს იმ დოქტრინის მიხედვით ამერიკის ხელისუფლებას და რაც ყველაზე საოცარია, აღდგა და აღორძინდა 200 წლის წინანდელი მონროს დოქტრინა, რომელიც ითვალისწინებდა ამერიკის შეერთებული შტატების ჩაკეტვას ამერიკის კონტინენტზე, ამერიკელებისთვის და ასევე ილაპარაკეთ რბილად, მაგრამ თან გქონდეთ დიდი ჯოხი მონროს დოქტრინა და ახლობით ესე ახლოს მივიდა ვაშინგტონის ადმინისტრაცია და აღიარა მრავალპოლუსიანი მსოფლიო, რომელთანაც საჭიროა თანამშრომლობა, მშვიდობა და სტრატეგიული ბალანსი, ეს ტერმინი შემოვიტანა, სტრატეგიული ბალანსი, სტაბილიზაცია, ხო? ანუ ჩვენ ახალ მსოფლიოში ვართ, შევდივართ ახალ მსოფლიოში, მაგრამ ვიმეორებ, ეს არ ნიშნავს, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპა უკვე რჩება კაი გაგებით უპატრონოთ, ის ვეღარ იქნება ამერიკის იმედზე, ის იზრუნებული გახდება შექმნას ცენტრალიზებული სერიოზული ორგანოები, თავისი თავდაცვა უზრუნველყოს, თავისი უსაფრთხოება, ეკონომიკური აღმავლობის პარამეტრები და ჩვენ ვართ ევროპის აღმოსავლეთი ფორპოსტი და ევროპა ჩვენს გარეშე, რა თქმა უნდა, ვერ დაუკავშირდება წყნარ ოკეანემდე ევრაზიის ცენტრს, არც აბრეშუმის დერეფანი იმუშავებს. მე მივწერე კიდევ გუშინ წინ პრეზიდენტ ტრამპს და ამერიკის კონგრესს, რომ ძალიან კარგი ეს მშვიდობიანი ინიციატივა ზანგეზურის დერეფნის, მაგრამ ის გახლავთ ამ ეტაპისათვის მკვდრად შობილი, რადგან გადის მოლების ირანის გვერდით და აჯანყებული ქურთებით დასახლებულ თურქეთის ტერიტორიაზე. ამიტომ არ
არავინ იფიქროს მეთქი, რომ საქართველოს ვიღაცა ჩაენაცვლა და ამ საკითხში ვინმე შეიძლება ჩვენზე ეფექტური მოკავშირე გამოდგეს თქვენი. ანუ ბრძოლა უნდა ყველაფერს გეოპოლიტიკური ქარიშხლები მოდის, ჩვენ უნდა მას ხმა უწყოთ და ისეთი სარგებელი დავატრიალოთ იმ ახალი დოქტრინებიდან თუ მოქმედი სტრატეგიიდან ჩვენი ქვეყნისათვის, რომ ის წაადგეს დღევანდელობასა და მომავალს და მთელი მსოფლიოს პროგრესსაც. ამის ფუნქცია გვაქვს ჩვენ გეოპოლიტიკურად, მაგრამ ეხლა ამათ რა პროგრესზე უნდა ელაპარაკო? აი რაზე უნდა ელაპარაკო? ეხლა იმის არ იყოს დღეს? ნუ ეხლა სასაულია რა. სასაცილოდ არ აქვს საქმე, მაგრამ მიიწვიეს ემირათების ელჩი პარლამენტში, საგარეო კომიტეტზე. ხო ხვდებით რა ხდება? იმდენი წერილები ვწერეთ ჩვენ ის არაბული ქვეყნების მეთაურებს, იმ თაღლითური კომპანიის დამფუძნებელ ალამბარებსა და ამბარებს და ვიღაცებს, გაფრთხილებებით, რომ პირველი რეჟიმ ივანიშვილის არის არალეგიტიმური, უკანონოდ ცნობილი, მასთან ხელმოწერილი კონტრაქტები არის იურიდიულად ბათილი და როგორც კი ესენი შეიცვლებენ, ჩვენ გავაუქმებთ თქვენთან ხელმოწერილი კონტრაქტს და ვერანაირი არბიტრაჟი ვერ დაგიდგებოთ გვერდში და ვერ მოიგებთ საქმეს. გექნებათ ზარალი. და მეორე, ივანიშვილი, როგორც რეჟიმის მეთაური არის სანქცირებული, ასევე მისი დაჯგუფება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და აქედან გამომდინარე სანქცირებულთან თანამშრომლობა, ანუ ქურთთან თანამშრომლობა, ნაქურდალის გაყოფაში ნიშნავს იმას, რომ შენს მოხდები სანქციების ქვეშ და შესაბამისად სანქციები დაუანონსეთ ჩვენ არაბ მეგობრებს იმ სამშენებლო კომპანიიდან. ამამ უნებრივია გამოიწვია დიდი პანიკა იმ არაბულ სტრუქტურებში და ელჩის ვიზიტი პარლამენტის საგარეო კომიტეტში იყო ამის დასტური. ისინი სთხოვენ დამატებით გარანტიებს, რომ რაღაცა რო ჩადონ ამხელა ფული, არ დაკარგონ და აგერ რა ამბებია და რას გვიწერენ და აგერ ეს მიტინგები და ეს დემონსტრაციები ძალიან კარგია, რა თქმა უნდა. პერსპექტივა. ვინ ჩაატარებს ამ მიტინგს? ეხლა თუ აღარ ვიქნებით, მეგობრებო, ამ ქვეყანაში აღარც პროამერიკელობა დასჭირდება ვიღაცას, არც პრორუსობა, არც პროინდუელობა. ძალიან კარგია, რომ ყველა ჩამდგარია ამ მარაკაში, შეიძლება ითქვას, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ გარკვეული პრორუსული ჯგუფები, ალბათ ისმენ და ხვდებით, ითხოვენ ეხლა არაბი აი რასაც ვამბობდით წეგან, არაბებისგან გადასარჩენად, არაბიზაციისგან სამხედრო ბაზების გახსნას რუსეთისა, ბათუმში და ახალციხეში. ხოც არ მოგიდგენიათ რა დონეზია მეხუთე კოლონა შიგნით შეომპარული და როგორ იყენებენ ყველაფერს მოსკოვის სასარგებლოდ. ხო და ის ელჩი რომ მივიდა იმ კაი ამბავს გიყვებით. კიდე ერთი კითხვა მინდა რომ მაბადეთ მაგითხონ თუ შეიძლება დავკვირდა ხალხო რომ 10 სტუდენტსო ზაჰაიანის უნივერსიტეტში მოგიმზადებთო ეს იმ ფონზე როდესაც კობახიძე ივანიშვილის რეფორმით რომლებსაც ბეჭდით პროდუქციასთან ალერგია აქვთ დაწმუნებული ვარ მათი რეფორმით ესე იგი ჩვენს ბავშვებს ახალგაზრდობას ეზღუდებათ ევროპა ამერიკასთან ურთიერთობა ვეღარ ისწავლიან ოქსფორდში იელში კემბრიჯში სორბონში ჰარვარდში კოლუმბიაში იმიტომ რომ ეს რეფორმა აბსოლუტურად წინააღმდეგობაშია ბოლონის პროცესთან და გვამისამართებენ არა მარტო როსტოვში და ირკუტსკში, არამედ აგერ ახლა ახალი ამბავი გითხრა, რომ ისწავლიან იმ ზაჰაიანის სახელობის უნივერსიტეტში და აგერ დიდი პატივისცემით ახლა სახელი უნდა მეგობარი რეჟიმის მეთაურისა უნდა სრულად ვიცოდე და ალბათ არაბიზაციის შემდეგ ამას გაგვაზეპირებინებენ. აი ამ ზაჰაიანს რა ქვია იცით სრულად? Muhammad ben Zaid ben Sultan ben Zaid ben Khalifa ben Shahbud ben Tiab ben Isa შენ ნაჰაიან შენ ფალახ ben Iyas ეს ის ნაჰაიანია ფაჩუჩებზე რო კოცნდა ბიძინა ივანიშვილი ოღონდ კი ფული გამოეთყო და მილიარდები დაედებინებინა აი ვისხეში ვარ ჩემო ძვირფასო მეგობრებო და ძალიან მალე ჩვენი ხალხის გმირული ბრძოლით დადგება გაზაფხული ის გაზაფხული რომელსაც მე ვერავინ ვეღარ შეცვლის ბატონ შავ სანამ გაზაფხული დადგება ჩემი ბოლო კითხვა და ბოლო თემა გამოქვეყნდა საქსტატის მონაცემები ნოემბრის წლიური ინფლაციასთან ჯამურ შემადგენლობაზე 4.8%-ია, მაგრამ ესეც იმაზე მაღალია, რაც დაგეგმილი იყო, მაგრამ უშუალოდ სურსათის ფასები უფრო მნიშვნელოვნად 10.3%-ით არის გაძვირებული, მაგრამ მათ შორის ჩაშლილად ის პროდუქტები, რომელიც სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი ნაწილისთვის და ყველაზე ღარიბი ნაწილისთვის, რომ დავიწყოთ, ესე იგი ხილი გაძვირდა 16.9 ან 17% თითქმის. პირველი შემთხვევა, ბატონო გიორგი, რომ თბილისში ივლისის ბოლოს ბალი ღირდა 23 ლარი. ეგეთი არავინ არ მოსწრები ეგეთ რაღაცას. თევზეული გაძვირდა 15.5%. ზეთი და ცხიმი გაძვირდა 14.9, თითქმის 15%-ით. პური
13.6%-ით, ყავა და ჩაი 12%-ით, შაქარი და სხვა ტკბილეული 11.6%-ით, წყალი და წვენები 8.6%, რძე, ყველი და კვერცხი 8.5%-ით, ხორცზე და სხვებზე აღარ ვლაპარაკობდა. 20 ლარი მოემატა სტანდარტულ პენსიონს. 6,000 ლარი პარლამენტის წევრების ხელფასს. აი ამ სოციალური სიდუხჭერის ფონზე სიტუაციის ასეთი დამძიმების გათვალისწინებით როგორ აისახება ეს არა მარტო სოციალურ ფონზე, არამედ ამ ადამიანების განწყობაზე, რასელით თქვენ თუ კი ეს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა გაგრძელდა, სანამ შეიძლება მიიყვანოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი. აი როგორც დიქტატურას აქვს აუცილებელი ატრიბუტი, რომ ჩაახშონ მიტინგები, დემონსტრაციები, აზრის გამოხატვა, დაიჭირონ ციხეში პოლიტიკოსები, პროტესტანტები და სხვა და სხვა, ისე ოლიგარქთა მმართველობას, ანუ მდიდართა კლანის მმართველობას აქვს აუცილებელ ატრიბუტად ფასების წარმოუდგენელი ზრდა, რომ მეტი მოგება მიიღონ ხალხის გაღადაგების ხარჯზე. როდესაც პარლამენტში ბრძანდება შენებელი, ნავთობის მაფიოზა ოლიგარქი, კბილი ჯაგრისების შემომტანი, საზამთროთი მოვაჭრე, ზეთის შემომტანი თურქეთიდან, როცა ესენი პარლამენტში სხედან და კანონს იღებენ, რომელიც ადგენს შემოტანა-გატანის ტარიფებს, რა თქმა უნდა, ისინი ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი მარაკა და მეტი მოგება მიიღონ. ამიტომაა, რომ კაცობრიობა მოარი თქვა ოლიგარქთა მმართველობაზე და დაამყარა დემოკრატია დიდი რევოლუციებისა და ბრძოლის შემდეგ და 200 წელია ადამიანთა საზოგადოება ვითარდება იმ გზით, რომ მსხვილი ბიზნესი, ოლიგარქები, ანუ ბანდიტები გათიშულია პოლიტიკიდან და არ აქვთ ბანდიტობის საშუალება და გადაივიწყეს კიდევაც ეს სურვილი, რომ ოდესმე შეიძლება პოლიტიკით, დეპუტატობით, კონგრესმენობით მიაღწიონ რაღაცას პირად ბიზნესში. შესაბამისად, სანამ ჩვენ აი ამ ხროვას მილიონერების ორფეხა მაბადეთ ღორებს, ღორს კიდევ აქვს გაძღომის უნარი, დაიღრუტუნებს დაწვება. ესენი არ ღრუტუნებენ, აგრძელებენ ჭამას იმ გეჯიდან. აი ამათ არ მოვიცინებთ პარლამენტიდან ხალხო. არ გავყრით კინწისკვრით და არ ავირჩევთ იმ პარტიას, რომელიც არ იმართება ოლიგარქებისაგან, ბანკირებისგან, არ ფინანსდება მათგან და ამასთან დაკავშირებით მე მინდა გთხოვოთ, რომ 5 წელია ლეიბორისტული პარტია დაბლოკილია ფინანსურად, ეგონა რომ ფინანსურად მოგვახჩობდა და დაგვამთავრებდა, ვერ შეძლეს, ბევრწილა თქვენი დახმარებით. აი ახლა ემიგრანტებზე მიიღეს კანონი და წაართვეს ხმის უფლება ემიგრანტებს. ეგეთი რამე მოხდა ჩრდილო კორეაში. მარტო მგონი ირანიც არ აკეთებს, ამას და პუტინიც არ აკეთებს. აგერ საარჩევნო უბნები გახსნილი მთელ მსოფლიოში. წაართვეს ემიგრანტებს ხმა იმ ემიგრანტებს, რომლებიც ინახავენ არა მარტო თავის ოჯახებს, არამედ ინახავენ ბიუჯეტს, ავსებენ, რათა მათ იყიდონ 9 სასახლეები ევროპა, ამერიკაში. ჯიპები, 9 თანაშემწი შტატი და ჭამონ ეს ფული. და რაც მთავარია, ემიგრანტები გვინახავენ ჩვენს, აი ემიგრანტები გვეხმარებიან. ლეიბორისტულ პარტიას 5 წელი, ოპოზიციასაც ემიგრანტები გვინახავენ. აი უმადურობის კულმინაცია, რაც შეუძლია ამ რეჟიმმა გააკეთოს და ამასთან დაკავშირებით მე მინდა ბოროტად გამოვიყენოთ თქვენგან მოცემული დემოკრატიული უფლება და გთხოვოთ მეგობრებო, რომ დაეხმარეთ ლეიბორისტულ პარტიას. ეს ერთადერთი პარტია, რომელიც არ მიეყიდა არავის, არც ხელისუფლებებს, არც მილიონერებს, არც მილიარდერებს და ბოლომდე აწובה და ბოლომდე გავიტანთ, მაგრამ ახლა ხო გვინდა კომუნალური გადასახადების გადახდა მოდის თვის ბოლო და ამიტომ დაგვეხმარეთ მაქსიმალურად ადგილობრივების და ემიგრანტებიც. ქვეყანა, სადაც მილიონერები და მდიდრები არაფინანსებენ ოპოზიციას, განწირულია დიქტატურისათვის. მდიდრები რო არაფინანსებენ მასმედიას, განწირულია ეს ქვეყანა დიქტატურისათვის. მდიდრები რო მარტო აყრიან ერთ ბეღელს, სახელმწიფო ბეღელს და იქ ბანდა შექმნილი სახელმწიფო, თქვენც არ მოიდგინეთ მეკრთამეობის და კორუფციის ფაქტებზე თათბირს კი არ იწოვენ ამ პედაგოგებთან, მეცნიერებთან, იურისტებთან, ეძახიან ბანდიტებს. აი მთელი ეს ვინც არის დუგლაძეები, ეს ისინი მილიონერები, ვინც არიან ჩხეიძეები, მხეიძეები, ეს რაღაცა ხარება, მარება, იმათ უძახია მთავრობის სახლში და იმათ აბარებენ ანგარიშს, როგორ ებძვიან კორუფციას. ვინც არის კორუფციის სათავე და კორუფციის წყარო. თავიანთ კოლეგებზე უყვებიან და ეს არის მართველი პარტია. დღეს მსხვილმა ბიზნესმა ჩაიგდო ხელისუფლება. ივანიშვილი ამომწვერვალება ამ აისბერგის. დანარჩენი ეს ფენები ჩაწყობილია კი. ეს ფენები უნდა გავაძევოთ პოლიტიკიდან, მეგობრებო. სხვა შემთხვევაში ჩვენ მომავალი არ გვაქვს. წავა ივანიშვილი, მოვა მისი მსგავსი, ან კიდევ უარესი თუ შეიძლება ასე იყოს. ამიტომ დამერწმუნეთ
დამერწმუნეთ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მომავალი თუ დიდრების დიქტატურას, კოლექტიურ დიქტატურას მოვიცილებთ და რა თქმა უნდა აღარ დავიწყებთ წუნიაობას ლეიბორისტული პარტიის მიმართ, ლეიბორისტული პარტიის მიმართ ღალატმა წლების განმავლობაში ქვეყანა მიიყვანა აქამდე. აი ამ ღალატის გამო ირჩევდით თქვენ ღვთისპირიდან გადავადნენ რეჟიმებს, ივანიშვილებს, მილიონერებს, იმ მოტივით რომ ფული აქვს, აღარ მოიპარავს და ხო ნახეთ, რომ რაც მეტი ფული აქვს კონკრეტულ სუბიექტს, უფრო მეტს იპარავს და ზღომის ცენტრები მან დარღვეული აქვს თავის ტვინში. ერთადერთი პარტია, ვისაც შეუძლია აქ დაამყაროს ეროვნული სოციალიზმი, დაამთავროს ეს მიგრაცია აზია-აფრიკიდან, გადააქციოს ის უმრავლესობად ქართველი ერი ქვეყნის შიგნით, დააბრუნოს ემიგრაცია, გახსნან სამუშაო ადგილები, მოწფოს კორუფცია და გამოუშვას მთელი წართმეული ეროვნული სიმდიდრე თქვენსკენ, ეს არის ლეიბორისტული პარტია. თუ ამას კიდევ არ დაიჯერებთ, არანაირი აზრი ამათ მოცილებას არ აქვს. მოვლენ ესეთები ვიმორებ ან უარესები, მაგრამ იმედია ეს ასე არ იქნება, იმედია ჩვენ ჭკუა ნასწავლი გვაქვს და მე მოუთმენლად ველოდები რეჟიმი გარდაულად ჩამოემხობა და მოუთმენლად ველოდები ახალ არჩევნებს, სადაც გვექნება საშუალება ლეიბორისტულ პარტიას შევქმნათ სახალხო ერთიანობის პროფესიული მთავრობა, პროფესიული, არაკორუმპირებული, ეროვნული და შეუდგეთ ქვეყნის აღდგენას, რა თქმა უნდა, საუბარია მრავალპარტიულ არჩევნებამდე და ამ მივალთ აუცილებლად მივალ და ეს ეხლავე უნდა განსაზღვროთ, რომ იგივე არ დაგვემართოს, რაც გვემართებოდა ეს 30 წელი. მადლობა ბატონო, ეს არის კიდე საზოგადოების შეკვეთა, რომ მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა. რა თქმა უნდა არის, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ მრავალპარტიულ სტრუქტურაში წამყვანი უნდა იყოს ლეიბორისტული პარტია, რომელიც არ იმართება ბანკირ მილიონერებისგან. თუ ეს ასე არ იქნება, მაშინ ახლა ხაზარაძე რომ მოვა და გილაური რომ მოვა და რუხაძე რომ მოვა და ჩხარტიშვილი რომ მოვა, რა განსხვავება ივანიშვილსა და მათ შორის? არავით არის. აი ეს გავითვალისწინოთ კარგად. მაბადეთ შეიძლება გადავაჭარბე და ბოროტად გამოვიგენეთ თქვენი დემოკრატიული ნდობა. მადლობა უთხრათ ბატონ შალვა ნათელაშვილს. წარმატებები და გამარჯობა იქნება ხალხო, გული არ გაიტეხოთ, ყველაფერი კარგად იქნება. მთელი მსოფლიო ჩვენს მხარეზე, რასთავარია, ჩვენ ვართ ერთმანეთის მხარეზე. აი ესა გადამწყვეტ. მადლობა. დავამშვიდობთ ბატონ შალვა, ზოგადად პოლიტიკური პარტიების თავმჯდომარეების სტუდიაში თუმრობით მოიხსენებათ განებიურებული აღარა ვართ, მათ შორის მათი უმეტესობა საერთო ციხეებში. ხო, ამიტომაც გიორგი მეკითხებიან ხშირად შერადო არ დაგიჭირესო. აი ესე ახლა კოლეგებს სოლიდარობას უცხადებ პოლიტიკური პატიმრებია და რა თქმა უნდა დაუყოვნებლივ მაქსიმალურად მოკლევადებში უნდა გამოვიდნენ გარეთ. მაგრამ აი როცა ვეუბნებოდი მაგათ რომ არ შეიძლება ეშმაკთან გარიგება, არ შეიძლება ეშმაკთან მოლაპარაკებაში შესვლა. შევიდნენ ესენი მოლაპარაკებაში ივანიშვილთან არაერთხელ, ხან პარლამენტი გაუправეს, ხან არჩევნები გაუправეს, ხან რაღაცა იქ გილაურის მიტანელი ფინანსები გაინაწილეს და ესე იცის ამან თუ ვინმეს რამეს მისცემს ივანიშვილი ბოლომდე ამოაშხამებს უკვირდებით ჯერ საპატრიარქოს რას უკეთებდა რაღაცას მისცემდა და მე ამოაშხამებდა ვიდეო ჩანაწერებს გაავრცელებდა პოლიტიკოსებს რამეს მისცემდა მე იმათ დაიჭერს თქვათ იქ სხვა რაღაცას პატივსცემს და გაუკეთებს ამოაშხამებს ეს არის ამის თვისება ამიტომ ეშმაკთან გარიგებას უნდა დავანებოთ თავი ჩვენ უნდა გავრიგდეთ ჩვენს ხალხთან და ვიყოთ მათი მსახურები მადლობა წარმატებით ნახვამდის